დღეს გამახსენდა რომ სულ რაღაც 2 კვირა დარჩა იქამდე სანამ რედაქტორს წიგნი ან წიგნის იდეა მაინც უნდა მიუტანო. მე კი თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებს. გარდა იმ აზრისა რომ თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებს. ანუ გამოდის რომ ერთი აზრი მაინც მიტრიალებს თავში, რომელიც საერთოდ არაფერში არ მადგია. თქვენ ალაპარაკს სიამოვნებით გავაგრძელებდი და რამე საინტერესოს მოგიყვებოდით, მაგრამ ამისთვის საჭიროა თავში ერთი აზრი მაინც მიტრიალებდეს. გარდა იმ აზრისა რომ თავში არანაირი აზრი არ მიტრიალებს. ასე რომ უკაცრავად. ეხლა ბანო დიცი რა გამახსენდა? აი შენ გახსოვს როგორ გავიცანით ერთმანეთი? აუ ხო გიო, მე რო რვეულები მეჭირა რო დამეჯახე და რო გითხარი შევიროთ ხო? აუ გიო, რა მაგარი იყო, ჩამეხსნა. საყვარელა. გახდიან ბოლო დროს არა? გავხდებოდი, აბარა იქნებოდა შენი ტაფების გადამკიდე ზეთი მაგათ არ ჭირდებოდა და ერბო. ხო ვისაუბროთ? აუ კი. მოდი და დრავჭამოთ. ბლინები. რა? ბლინები. რა? ბლინები. ბლინები. ხიხლიყო. რა ხიხლიყო ბლინები? რა ბლინები ხიხლიყო რა? მე რო ტკბილი მინდა ჩაისთან. ხელი თუ გინდა ჩაის ჩაყარი შაქარი. მოიცა რა. მაინც ბლინებს გავაკეთებ და მოგიწევს შეჭამო. უფ, ყიყლიყოს გამკეთებელი შენ მაინც არ ხარ. საიდან მოიტანა, ვითომ რატომ? ო, იმიტომ რომ არაფრის გაკეთება არ იცი, გიო. მე როდიდან არ ვიცი არაფრის გაკეთება? არ იცი. მაგალითად ჭადის. რა უნდა ჭადს, ცომი და დეტაფაზე და ეგარ. რა? და ეს არ უნდა? ისიც უნდა. კარგი. გავაკეთოთ ბლინები. ხარ დაიწყო. გავაკეთოთ ბლინები. ჩუმად იყავი ერთი წუთი. გავაკეთოთ ყიყლიყო. აი ხო, მიდი ბლინები გავაკეთე. ყიყლიყოები მინდა. მე კიდე ბლინები მინდა. ო, კაი რა. არაფერი არ გვაქვს გიო. რა იქნა? ის სამი კვერცხი რო გქონდა. რა იქნა და რობერტიმ წაიღო, ამას ჩემებს წავუღებო. გამოვაჩეკინებო და ქათმის ხორცი არ მოგაკლდებათ თქვენ. რობერტ რა. ვიღაცას დაბლა ჩასვლა მოუწევს. აუ მე მეზარება და ესე იგი კარგი. კაი, მე ჩავალ. თვალს წყალს დავალევინებ. მიდი გიო ხო. დაბლა ახალი გამყიდველი გოგო მიუღიათ, ისეთი კულულები აქვს. წავალ მე გიო. მე წავალ. არ არის პრობლემა. ჩემშარვალ საფულე 20 ლარი აიღე. აუ ჯერ ეს ერთი საფულე თაროზე იდო. 20-იანი არ გაქვს და 50-იანი ავიღე უკვე. პლასტიკური წვილი. გამატყავე და ეგარი. დარწმუნებული ხარ რომ ეს ნინო არის შენი და? ეს ნინო შენი და? ხო. ანუ შენ ძმახა. მე ძმა. ანუ და თუ დასავით უყურებ? და! მამა ერთი? კი, მამა ერთი. დედა? დედაც ერთი. ხო, ანუ მართლა ძმა ხარ. ხო. მართლა ძმა ვარ და ეხა მართლა მოკლავს. მართლა? ხო, მართლა. ანუ მე უნდა გავცე ხა. არა, მართლა უნდა მოკლავდო.
ჯერ ჩემი ცოლი, ეხლა ჩემი და. მოკლა, მაგრამ რომ მოკლა ვიცოდე. ბებია ჩემია მკვდარი და იქ იმას არ მიეკავა. გაჩერდი რა ლაშა ხოლმე უნდები არ ვიცოდი არაფერი რა მამუ შენ გაჩერდი ეხლა ჩემი ცოლი მეუბნებოდა ნინოსთან მივდივარო შენ მეუბნებოდი ჩემ ცოლთან მივდივარო მეკონა კარგი მეგობრობა მქონდა თურმე ვაიმე რადგან ლაშა მომისმენი ყველაფერს აგიხსნა რაც ამიხსნი რას კარგი რა ლაშა რა საიდუმლო მცოდნოდა რომ შენი დაიყო ბანანის ფორმა ეცვა ას გოგრის და როგორ მიხვდებოდა მერა არა მე კი გავცვალე და მე ვიხარ მოკლა ბიჭო შენ მოკლა ბოდი რას გადავეგიდე დო რაში და ბარემ ტყუპი და იდაშულა მიმყავს ბიდი და ბარემ აუ რა დარჩენ ხარ რა დებილია დავიღალი ამ კარების გახსნა დაკეთებით რა ვაი გამარჯობა მაიკო და ნახვამის რა არიგიო სულ არ გაგიხარდა ხო ჩემი დანახვა აი ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ამას ვიტყოდი შენ დანახვას თორნიკე მოსულიყო ის დამენახა ჯობდან აუ რა საყვარლად გულზრუნებ რა დავინახეთ ამ უნდა რომ გავიდე და ვიფიქრე შეუვლით გო ვიცი მარტო ყოფნა არ გიყვარს აუ მაიკო 1000 ჯერ გითხარი თავი დამანებე და კიდევ ერთხელ გეუბნები რა ხო და ესე იგი 1000 ერთხელ გაქვს უკვე ნათქვამი მომისმინე ხა შენ აი ერთ დაჯერ კარგად დაიმახსოვრე თამუნა მე მიყვარს ყველაზე მეტად და ჩვენ შორის კიდე რაც მოხდა ის იყო შეცდომა მე ეს უკვე გავიგე და ძალიან გთხოვ რომ შენც გაიგო თამუნას ისე მაგრად უყარავ რო გაიგო რომ უყალატე მაპატია ხვდები აი შენ წარმოიდგინე მე ის გაპატია რომ თამუნა მოიყვანე ცოლად და ჩემთან მხოლოდ ერთხელ უღალატე აი წარმოიდგინე როგორ მიყვარხარ მე მიყვარვარ არა ის კიდე საერთოდ არ მიცნობ და როგორ გიყვარვარ ვაიმე გიო როგორ არ გიცნობ მე თამუნაზე უკეთესად გიცნობ იცი რა მახსოვს პირველ კლასში რომ სულ ტიროდი აი მეოთხე კლასამდე რომ კითხვას ვერ სწავლობდი ცხვირში რომ იჩიჩქნებოდი მაშინ როცა გეგონა რომ არავინ არ გიყურებდა აი ეგეც კი მახსოვს რა და მე შენი პარალელური კლასელი ვარ და პირველი კლასიდან მიყვარდი ლაშა დავშვიდი ერთს მართლა თქობები არის ძალიან ჩემს პირად ცხოვრებაში მოერებ მე რას ვერები შენი პირადი ცხოვრება თვითონ მოვიდა ჩემთან და ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა აი ეს რა გოგოს რაღაცა ეჩხუბები ხარ რას გადამეკიდე ბიჭო რა გინდა დო ლაშა დავშვიდი რა გიხოთ ირდები აცი გოგოს რო გავისწრებ ჯერ ვკითხავ შენი ხო არა ვინმე და მე ვეთქვი საიდანაც მეცდობით ხომ რა გაპატიო როგორ ვერ მიხდი შეხედა როგორ მგავს როგორ ვერ მიხდი ხა ой, ისე მართლა გავს. არა, ბიჭო, სექსის დროს ერთი ორჯერ კი გამახსენდი, მაგრამ ვიფიქრე ხარ, რა დროს ლაშაა თქო და აღარ მოგწე. შენ რა გავხსენე? მოდია! დავში ნუ ოპერაციებია. შენ ჩემი პარალელური კლასელი არ ახარ. ვარ. ალბათ იმიტომ არ გახსოვა, რომ შენი დაწყებითების მასწავლებელს ძალიან მოკლე კაბა ეწოდა და სხვა გოგოებს ვერ ამჩნევდი. შენ ჩემი პარალელური კლასელი იყო, ძალიან კარგად მემახსოვრებოდი, გთხოვ რა. ხო, რაღაც არ ამგონია გიო. იცი, მაშინაც ესეთი ლამაზი კი არ ვიყავი. მაშინ ვიყავი დაბალი, სუქანი, შავი თმა მქონდა და სქელი წარბები. მოიცა, შენ თამას გონჯუა ხარ? არა. აბა მაგნაირი სხვა მეტი არავინ არ მახსენდება. და ეგეთი თვალები გქონდა შენ სკოლაში? ხო, შენ წარმოვიდგინე კი. კარგი. აი მე არ მახსოვ ხარ? გიო, იცი რომელი გოგო ვარ მე? აი გახსოვს ექსკურსიაზე რომ ვიყავით და მე ერთ გოგოს ფეხი რომ გადაუტრიალდა და შენ ავტობუსამდე ხელში შეყვანილი რომ მიიყვანე. არა, ეგ გოგო შენ არ ხარ. ხო. ეგ გოგო არ ვარ, მაგრამ აი ის გოგო ვარ, გზაში ერთ გოგოს რომ დაეჯახეთ და მე ის გოგო ერთი კვირა სახლში ტვინის შერყევით რომ იწვა. ბოდიში რა. ბოდიში. მოკლედ გიო. მე შენ დიდი ხანია მიყვარხარ. აი იმის შემდეგ რაც ჩვენ სექსი გქონდა. შუმად იყავდა. თბილი გქონდა და მეორე დღეს მითხარი. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდაო. აი მას შემდეგ ვცდილობ რომ დაგივიწყო, მაგრამ ხო არა, დაგივიწყე კიდევაც.
ხო და მე ისევ რომ შევხვდეთ ერთმანეთს თითქოს ყველაფერი ახლიდან დაიწყო და ვფიქრობ რომ ეს ნიშანია რა ნიშანი არა მეტი და იღბალი კიდე მომისმინე რა მე თამუნა მიყვარს გაიგე და შენ ჩვენ ვერ დაგვაშორებ ვა დარწმუნებული ხარ დარწმუნებული კი არა ზუსტად ვიცი მაშინ ერთ რაღაცას გაჩვენებ ჩემ ტელეფონში რა მაჩვენებ არ მინდა ნახე ეგ რა არის ეს ის არის რომ იმ დღეს მთვრალი რომ დაგტოვეს შემოვედი და სურათი გადავიღე ვითომ რთველი გქონდა ასევე თქვა თამუნას ხო წაშალე გოგო ეხლა წავედი მე თორემ თამუნა რომ მოვიდა სირცხვილია აქ რომ ნახოს გიო მაიკო წაშალე Აშა, გაჩერდი ხა. დამშვი. ხო ვაშკი ხვეწები რა შემთხვევით მოხდა ვაშა აი გოგოს ხო ხედა. ვინ გოგოს აი ქერა. ხო მე შენ ვინმე ხო არა? არა ხო და რა კაი გოგოა შეხედე ბიჭო რა. ო ისე მართლა გაიგოგოა ხო? რა მაგაზანზია გემოვნება. მოკლავდო იმაის ბუგალაპარაკო მას მაინც უგაიგე იარა და უხ მაიკო რა მაიკო არა თამუნა რა აი მოიდნენ უნამუსო ხარ თან მოგვეზიდათ ეს სისულელეები ანამე ისეთი მოიფიქრე რომ ვერ მივხვდეთ რა კარგით რა ბავშვები ვით იქცევით მოიცა რატომ მეჩხუბებით კარგი რა გიორგი რა კარგი რა ვაიმე კარგით ხო ბოდიში რა ბოდიშია ნუ აი ხედა არ ხსვენი ამ ხელა კაცი ხარ რა მოიცათ ერთი წუთით რატო გიხდით ბოდიშ საერთოდ ვერ ხვდები რა გინდათ ნახე რა დღეშია რა თავს ნუ იკატუნებ მოიცა ეხა იმიტომ არ დაგვიბარე ვითომ აქ მე და ზურა რომ შეგვარიგო კაცო ვაიმე რა მოიგონეთ რა სისულელია სულ სხვა რამისთვის დაგირეკეთ არა ისე კარგი იქნებოდა თქვენს თუ შერიგდებოდით. არ გინდათ და ნუ გინდათ, მაგრამ ის სხვა რამისთვის დაგირეკეთ. რა ხდება? რა ხდება და მოკლედ იმიტომ დაგირეკეთ, რომ ეს ამბავი ეხება მე თამუნას და კიდევ ერთ ადამიანს. რა? ერთ ადამიანს? აქ რატო დგევა? არ ვიცი. მოიცა ვინ ერთ ადამიანსა? ვინ ერთ ადამიანს და აქ რატო დგევართ კიდევ? არ ვიცი, მოდი დაჯეკით რა გთხოვთ, მოდი. თამუნა არ არის სახში? თამუნა არ არის სახში, საყიდლებზე წავიდა. ვაიმე რაღაცა იყიდა. და მე რატო არ დამირეკა? ვაიმე კიდე იყიდა. იცი, იმიტომ არ დაგირეკა რომ ძალიან დაკავებული ხარ შენ კლიენტთან ბარებში სიარული და მაგიტო. და უნიჭიერესი მწერალი ლევანთო დუარგურ არის. ვაიმე ზურა, ეგეთი სახით მარტო მამა ჩემს კითხულობდი ხოლმე. ლევანი ძალიან კარგად არის. და აუცილებლად გადავცემ რომ მოიკითხე. ვაიმე ამდენი ფული საერთოდ არ ქონდა და როგორ ყიდულობს ამდენ რაღაცეებს? აიგებთ პირაო რა ხდება? ვაიმე. არა, ავასწრებ, აბა რა ავასწრებ. ვაიმე და ვაიმე და. არა და რამდენს ვაგინებ ხოლმე, ვინც სადარბაზოში ლიფშიფ სამს არა და იქნებ როგორ უჭის ადამიანს. არა შევს მაგრამ გეყოფ ამაზე ფიქრე, ყველაფერი კარგად იქნება, ახლა სახში და ნამდვილად ყველაფერი. ერთი წუთი დამელოდეთ. მამუკა. და მე უხდეთ თქვენ? გიგებოდეთ. ვის დამიბრძანებით? მამუკა გიპასუხებ და გეწყინება. რა მართალია ჯობეთ. ვაი. ჩაღლაპა. ხუთეთრიანი არ გაქვს? არა. დათეთრიანი? არა. ერთად ჩემო, ვის გავაყოლებ ერთად ჩემო. აი, მე მაქვს. მამუკა. მე მესმის შენთვის ცოტა უხერხულია ჩემთან ერთად ყოფნა, მაგრამ ისე დროა მოეშვა. ღირსი არ არის მართლა რომ მოეშვა და ვაი, ვერ მივასწრებს ახამდე. არა, ჯობია ვიქნები ეს დაწაბული, ხო? უი, რა მალე ამოვედით. მოიწევთ. მე მგონი გავიჭედეთ. გავიჭედეთ? რა? რა ვიცი, კარი არიღებოდა ეს არ იზრვის და აუ, ეხლა ამის დრო, ეხლა ვაინე ესე დაძლევს. აუ. ხო, მართლა რა უნდა გითხრათ?
მოკლედ ძალიან მოკლედ მოგიყვებით ამ ამბავს. ყოველგვარი მოკიბის გარეშე. იცით რა ხდება? არა, თქვენ ჩემი ძალიან ახლო მეგობრები ხართ და რატო უნდა დავიწყო ხა რაღაცა? რატო უნდა დაგიმალოთ საერთოდ? მოკლედ გეტყვით ძალიან. ესე იგი, ძალიან კონკრეტულად მოგიყვებით ამ ამბავს. იცით? მოკლედ. არა, მეგონა რომ უფრო დიდხანს გაკაჩავდა. ნებამ. რა? არაფერი. ბიჭო, მოკლედ რა, ყოველგვარი მოკიბის გარეშე გავაკეთე. ხო. კარგი, ყოველგვარი შესავლის გარეშე გითხარი რა ხდება? და ყოველგვარი მოკიბის და შესავლის გარეშე. მოკლედ. აი ეს გოგო ხო გახსოვთ? მე რომ ხო ხდებით. ხო და აი ეს გოგო გადმოვიდა ჩემი კარის მეზობლად. ეხლა და თამუნას რაღაც პონჩი დაუდაქალდა. ხო და ეხლა ეს გოგო ისევ მეუბნება ჩემთან რომ უნდა ხო ხდებით ეხა რა? ხო და იმ დღეს მე დავთვერი და აი აქ მეძინა, მოსულა ეს გოგო და ჩემთან სურათი გადაუღია, ვითომ მე და მაგას ხო ხდებით? წარმოიდგინეთ ეხა მაშანტაჟებს რომ ვითომ მე და მაგას რაღაცა გქონდა და ეს უნდა რომ თამუნას ანახოს ვითომ მე და მაგას რაც გქონდა ის ხო ხდებით და ხო ხდებით რა ეხლა მოიცა ანუ ის ანუ ხო ხვდებით და ის გოგო თქვენი მეზობელია? ხო და ჩვენ რა შუაში ვარ ჩვენ რო დაგვიგა აგაის ვაშა გაჩერდი მოდი აქ არ დაგარყო მოდი აქ მოდი აქ აი ხა შეხედე აი ეს დეიდა ჩემია აი ეს მამი და ჩემი ხო ეს ბიცოლა ჩემები ბიძაშვილები ხო აი რაჭაში რა მადარა ხო ეს ჩემი ნათლული აი ხა მათ სახები კარგად აიმახსოვრე და სადმე რო შეხვდება არ მიერგავ თორე აპატიე რა გეხვეწები და აპატიე ეს უკვე მეორე შემთხვევაა ხო და მეორე შემთხვევა რომ რო არის მაგიტო გეუბნები რომ ცოტა წინ წავიდეთ ბაშა არის სირბილი რამდენიმე ვიღაცას და რაღაცას ვიზავდა ის ვიღაცა შენი ახლობელი აღმოჩნდება მაგდენ ვირბინეთ მოგყვებით ძმა მოდა ბიჭო შენო რა ვიცი მაგ რამდენჯერ უნდა გაპატიო უკვე სულთან 24 ჯერ დასტანოჩი 3 ჯერ მოდი მოდია ლაშა გაჩენ დავშენ ცუდა ხანია ინ შენ კიდე შვეში მაინც მეც დავი ხაგა ისე ლაშა მაშინ დელისმენ ტრენაჟერების მე უკეთეს ფორმაში ვართ რა უფრო დიდი ხანი გავკეთეთ სამები ლაშა მოდი დაიცა ვიჟები ვიტადია ტყილა მე უნდა მოხდა იცი ჩვენ რა შუაში ვარ ჩვენ რო დაგვიბარე მე მინდა რომ იმ გოგოს დავასწრო და პირველ მოუთხრა თამუნას ეს ყველაფერი რა ზარწმუნი ხარგიო? აუ მე უნდა უთხრა რა დასაკარგი მაინც არაფერი არ მაქვს ყოველ შემთხვევაში ანგარიშზე მაინც მოიცა ანუ თამუნას უნდა უთხრა რომ გოგო რომელთანაც ხო ხვდებით თამუნას კარის მეზობელი და მეგობარია? ხო ძალიან ცუდი იდეა არა, ცუდი იდეა არის გიოს რო თქვა ყავას გაიკეთებდო და ეს არის ძალიან ცუდი იდეა. არა, მაინც გაიგებს და რა აზრი აქვს? ჯობია რომ გვიან გაიგოს, იცი რა, მასეთ რაღაცას ვაკეთებდი ქეთისთან და რედაქტორთან. ხო, ზურა. და სწორედ ეგ არის შენი სტაბილური ოჯახის და წარმატებული კარიერის საიდუმლო. ხო ჩაქსუნი. არა. მე გადაწყვეტილი მაქვს რომ თამუნას ეს ყველაფერი უთხრა და თქვენ იმიტომ დაგირეკებთ რომ თამუნას რომ ამას ვეტყვი ხო ხდებით არა და თქვენ რომ მომეხმაროთ დაწყნარებაში მოიცა გიორგი ჩვენ აქ ვართ და შენ და თამუნა ანუ ხო ხდებით და ეს ანუ ხო ხდებით სხვა არის ხო ხო არა აი წარმოგიდგენია თამუნა რა სიზავს ხო, ქეთი შენ მაინც წარმოიდგენ, მაინც ქალი ხარ და არ ღირს. გაფრთხილება. ქალები, ბავშვები, მოხუცები და სუსტი გულის ან გულის ოპერაცია გადატანილი ადამიანები ნუ წარმოიდგენთ. გმადლობთ. თქვენი იმედი მქონდეს? არა. არა. არა, გაგიჟდი? რა
ჩვენი იმედი და საერთოდ რა იმედი? დაგავიწყდა თამუნა როგორია? თუ დაგავიწყდე, შეგვიძლია გაგახსენო. გიორგი. არა, რა უნდა მოიფიქრო რა. უთხარი რომ სადმე გადავიდეს სხვაგან, ან საერთოდ დაგანებოს რა თავი. ვაიმე, ვეუბნები და უთხარი, მაგრამ არ მანებებს თავს. მეტყობა ძალიან სექსუალურად ეუბნები, რომ დამანები თავი. ისე არა? გავიჭედეთ. დაწყნარდი, დამშვიდი. დავი, ხო, სხვა რაღაცა თუ სხვა. შენ კი არა, ჩემ თავს ჩემთან სხვაწყნარი. ძალიან ცუდად ვარ. ეცები დახურული სივრცის შიში მაქვს და აერი არ ამყოფნის ცუდად ვარ. დიდხანს ვერ გავჩერდებით. ახლა დიდხანს ვერ გავჩერდები აქ. ისე დახურული სივრცის შიში თუ გაქვს, შეიკეთებით ხოლმე პატარა სამზარეულოში. იქ არ ხდები ხოლმე ცუდა? კარგი არ მიგიწევ. ისე შენ ცუდად გამოიყურები. შენს გეშინია? რაღაცა მეშინია კი არა. შენ გამოდედაზე სულ ნერვიულობ და ეხლა ერთი სული მაქვს სახში როდის ავადროდეს დავათარებან ნერვიულობს. თორე შეიძლება ცოტას და აქვე ავნერვიულდე. მამუკა არ ვიცი შენ რა გონია, მაგრამ მე 1000 ჯერ მithქვამს და კიდევ გავიმეორებ. მე მანჩო მიყვარს და იმიტომ მინდა რომ ცოლად მოვიყვანო. მე ძალიან მიყვარს მანანა და ზუსტად მაგიტომ არ მინდა რომ შენ მოიყვანო ცოლად. მე δεν έχω გასვლა. თუმცა რაგინა ასაკშია დიდი სხვაობა. მამუკა მესმის რომ რთული გასაგებია შენთვის. ცოტა ხნის რომ გეტყვა მეც ვერ დავიჯერებდი. მაგრამ რა ვქნა მართლა შემიყვარდა. ეხლა მეგდო ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ ქონია. არ მაინტერესებს. მაინც ვერ მოიპოვებ ჩემ კეთილ განწყობას. რატო? რატომ და ჯერ ერთი დედაჩემი მოყავს ცოლად. თან ექიმი ხარ და შენ გამო წუნებზე ვერ წავედი. ეხლა წესით სანგარში უნდა ვიწვე. ესე ტალახში. უნდა იყოს თხეში. და ჩემზე ეს პირდაპირ თავზე უნდა მოდიოდეს ტანკი. ორი ტანკი. და მისთანო შენ გამო ამ დივარ ლიფჩი. ანუ კარგი გაგიკეთე თუ ცუდი? მოდი არ მინდა ხარ რა მაგაზე ხო? და საერთოდ მოდი არ გვინდა ლაპარაკი რა. უბრალოდ ესე ჩუმად ვიყოთ რა. კარგი? მე ლაპარაკი რა, შენთან ლაპარაკის დროს ცოტა მშვიდები. კარგი, რა უნდა გადაბარგოს რა. მე ესეზე იფიქრე რას დაგამშვიდებს. კარგი. ო, დედაჩემზე არ იფიქრო იცოდე, კარგი? კარგი რა მამუკა რა. ვაიმე. რა? ვაიმე, არა. გადაჭერაში. რატომ არ მიდის ა? რატომ არ მიდის? აღარ შემიძლია ცუდად ვარ. წყნარდი დიმიტრი, არაფერი ისეთი არ ხდება. სირცხვილი ამ კაცმა ჩემგან უნდა აიღოს მაგალითი. ბოლო მამად ვეკუთვნი. ცოტა დრო და სირდება ალბათ და იმედი მაქვს მალე დავმეგობრდებით ან დავმამაშვილდებით. ნეტა ის რას ფიქრობს ჩემზე? ეს უმცროსი ეს. ნახე მამუკა, თავი ხელს შეიყვანა, სირცხვილია. მაგრამ ის არ არის სირცხვილი დედაჩემი რომ მოყავს ცოლად. და კარგია სხვა რამეზე რომ გადავიტანე ყურადღება და იმაზე აღარ ფიქრობ. რა მინდოდა ეხლა რა ვქნა? ეს ვაზარად უნდა ნეტა ამას. არა, რეალს ფიქრობ ბიჭო. ნეტა რამდენი ლიტრი ჩადის. არა მეტი რა სისულელია. გონი ვაზა კი არა ღამის ქოთა. კარგი ვიცი რომ არ არის, მაგრამ ხომ შეიძლება რომ გახდეს. და სიცხული რომ არის? ის უბრალოდ სიცხული არის რომ მაგაზე ფიქრის კი არ მინდა. ნუ მეფიქრები. ვაიმე, მე მგონი ცოტა ხანში მე წასვლა მომიწევს. იმიტომ რომ სავარაუდოდ თამუნას ძალიან ძიმე ჩანთები ექნება. და ხარ ვერ აკეთებ. თამუნას მაშინ რო უთხარი ღალატის ამბავი ჩვენ დაგვირაკე ხო? ხო, და თუ ჩვენი დახოცვა გინდა თქვი პირდაპირ რაღაც გვიმალა. გახსოვს მაშინ რეები მოხდა. ვაიმე. ეს 3 წლის წინ იყო. როგორც ხედავთ, მას შემდეგ გიორგის სახში ბევრი არაფერი შეცვლა. სამაგიეროდ ბევრი შეიცვალა ჩვენში. მაშინ მე და ქეთი ერთად ვიყავით. უზომოდ, აი ძალიან შეყვარებულები და ბედნიერები. გიორგის და თამუნას კი წინ ცუდი დღე ელოდათ. გიორგის გადაწყვეტილი ჰქონდა თამუნასთვის მოეყოლა ღალატის ამბავი. სათხართ რა? თამუნ? რა ორი წუთი დაგტოვეთ და ვაიმე. თამუნას შევიდე მე და ყველაფერი უთხრა. ვიცი დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული ვარ. ბიჭო, მე ვერ მოვატყუებ რა, არ შემიძლია რა. უნდა შევიდე და ყველაფერი უთხრა. აუ, ისე იძახის თითქოს ერთი კვირის წინ ამას არ ეღალატოს თამუნასთვის. კაი, გოდიში. არ მინდოდა რომ მეწყენინებინა. კაი, მოკლედ უნდა შევიდე. ვაიმე, აბაზანაშია რაღაცებს რეცხავს. ხო.
აი მე მითხარით რა რამე რა. აუ, იცი ზურა რა საყვარელია. დღეს მაგინის წინ ჭუჭყენასკევით გულის ფორმა გამიგებ. რა ნასკები გოგო გავამხნევთ რაღაცა მითხარით აღარ შემიძლია. ხო, კაი, გიშინია, შემთავარი არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება, ხო იცი რომ თამუნას უყვარხარ, გაგიგებს. თავარი არის ის რომ შენ კარგად იქცევი წესიათ ისევ. აუ, რა საყვარელი ხარ, როგორ ამხნევე. აუ, კარგით რა. მოდი. არა. მოკლედ უნდა შევიდე მე. კაი. იცი რა არის? აი ხა უყურებ და მგონია რომ ბავშვს ამში უშვებ. ой, ხა ესენი იჩხუბებენ ხოლმე და მე სულ ჩვენ უნდა ვარიკოთ, ხო? თამუნას არ დაავიწყდება, ყოველთვის ამას გაიხსენებს, მე ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის ამას შემირგებლები, აუ მიზარება რა. პარასტას არ ვიჩხუბებ. არასოდეს შემოპატარა. როგორც მახსოვს, ეს არასოდეს ზუსტად ერთ თვეს გაგრძელდა. უთხარი? აი მე უთხარი რაღაცის თქმას ვაპირებ თქო და ნახე აი. მოიჭი. ხო იცი რომ თამუნას უყვარხარ ისე ძალიან არ გიჩხუბება. ხო. ასე რომ მიდი. გიშინი. კარგი. მიდი. გიორგი, მითხარი რა ხდება? თამუნა ხო იცი როგორ მიყვარხარ? როგორ? სიგიჟემდე. მართლა? კი. მაშინ თავიდან მითხარი, მიდი. ხო იცი როგორ მიყვარხარო? თამუნა ხო იცი როგორ მიყვარხარ? ვიცი. სიგიჟემდე გიო. არა, უფრო ზუსტად გეტყვი, იცი როგორ მიყვარხარ? აი, თვრალი კაცები მთელი 1 საათი ერთმანეთს სიყვარულს რო უხსნიან ხოლმე, აი მაღალფარდოვანი სიტყვებით, მე მართლა მასე მიყვარხარ. ვიცი გიო. მინდა რომ ეს კარგად გახსოვდეს. მე მახსოვრება გიო. არა, სულ მინდა რომ არა, გახსოვდეს. სულ მე მახსოვრება და რა იყო მოხდა რამე გიო? აი მე რაღაც უნდა გითხრა. გადაჯექი იქით. არა, მე დავჯდები. იმ დღეს ქორწილში რო ვიყავი გახსოვს? ახლა აქ ისეთი რაღაც მოხდება, რომ ჯობია ხმა გაუთიშო. ერთი წუთით. არა, ერთი წუთით. არა, ჯობია თავი გავიწვიოთ. ესეთი სიჩუმე რომ არ იყოს, ამას მოგიყვებით. მოკლედ, ერთხელ მე, გიორგი, ნიკა, ეკატერინე ვართ და აუ, გონი ამათი ყურებაც აღარ შეიძლება უკვე. ჯობია ვეთით ოთახში გავიხედოთ. ერთი წუთით თქვენ აქ დამელოდეთ? მე ვნახავ რამე ისეც ხომ არ ვაკეთებთ, მე და კეთი და დაგიძახეთ. კიდევ კარგი, ჯერ მე შემოვედი. რა კაი დრო იყო. ხო. აი, ახლა შეიძლება შემოხვიდეთ. ესე იგი მე შენ რო წვიმაში გელოდებოდი იმ გამე შენ ამასობაში მღალატ. არა, ხო. მე მგონი რაღაც ძალიან ცუდი ხდება და რაღაც უნდა ვქნა. ხო, ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ვაიმე რა საყვარლად კი ესე გაგრძელება შეიძლება მოდი ჩემთან. კარგი რა. გიორგი, ხო ხტები რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია. გთხოვ, წადი, გთხოვ. მე ხო წები, ხო იცი როგორ მიყვარხარ რა, კარგი რა. აუ, თამუნა. კარგი გეგუდარები. მე რა საყვარლად ჩხუბო. აბა, მოდი ჩემთან. დიმიტრი. ლამაზი ღამისკოთანია. ღამისკოთანი? ეს ღამისკოთანი არ არის, ვაზა. იმ დღეს მანჩოსთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. მანჩოს ნოეძახე. დედა შენთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. კარგი, მანჩო დაუძახე. მოეწონა. სიურპრიზს უკეთებ. არ იცის რომ იმავს. არ იცის? ეგ ძალიან კარგია. რატო? ნუ შენ ხო თქვი რომ სიურპრიზია რა? ხო. დიმიტრი. შენა, გინდა დამნაზრებდეთ რომ გავახსენებ მაგვასას. რატო უნდა გავახსო? ნუ რა ვიცი ხა შემომოწმო თქო რა, იქნებ გამზარულია რა, ისი რა ხდება რა? მომეწონა. შემომოწმო. ყველაფერი რიგზია. მადლობა. არაფერს. დიმიტრი. იქნებ კიდევ ერთხელ შემომოწმოთ რა, ხელმეორე, თქვენ დაზღვეული დრო იყო.
შენ რაღაცა ცუდი ფერი გაქვს. ხელი არ მაქვს. ხელი არ მაქვს საერთოდ. მით უმეტეს როგორც ექიმ არ მაქვს, ხელი ძალიან ხო. კარგი, არ გახლებ, მაგრამ მართლა ცუდი სახე გაქვს. ხო კარგად ხარ? არ ვიცი როგორ გითხრა. მითხარი. მამუკა, მე ვიცი როგორც უნდა უთხრა. აი ასე. მამიკო, ფისი მინდა. დიმიტრი. ორი ამბავი მაქვს შენთვის, ერთი ცუდი, ერთი კარგი, რომელი დავიწყო? რა ვიცი. კარგით. პატარაზე. რა, პატარაზე. ანუ კარგი ამბავი არის ის, რომ პატარაზე. ეგ გავიგე, მაგრამ რა პატარაზე. ცუდი ამბავი არის ის, რომ ტუალეტში მინდა და კარგი ამბავი არის ის, რომ პატარაზე. ამიტომ იქცეოდი ესეც. ესე იგი ძალიან გინდა? აი როგორც შენ გინდა, ლიფტიდან გახცევა, ისე უნდა ჩემს შარტს ჩემი ორგანიზმიდან გახცევა. მაბატე, ხო მაგ შარტს რომ გადალებ. არა, მე მესმის შენ, ალბათ ძალიან ცუდად. აი მე რომ დავიყოთ ასე რაღაცა და გავაკეთოთ ხალხო გვიშველეთ, გვიშველეთ. ვინ გაიგებს ეგ გვიშველეთ? გვიშველეთ! ავეც დავიყოთ, დამიჯეროს, ახლა დამიჯეროს, მე რა მომეშვება და მე მომეშვება. არა, მე ძალიან ცუდად ვარ. შეიძლება გული წამოვიდეს. ძალიან ცუდად ვარ. აერი არ მყოფნის. გვიშველეთ. ეხლა ამას გული რომ წავიდეს, ფაქტობრივად მარტო იქნები ლიფტში. არა, კარგად ვარ. ასე იგი გული რაღაცა გივა? გვიშველეთ ხალხო, გვიშველეთ! გვიშველეთ! გვიშველეთ, კარი აგვიღეთ, გავიჭერდეთ ჩვენ! გვიშველეთ! ცოტათი მაინც გააღეთ კარი! რა ხდება ძმაო? იცი რა, ამ ტიპმა ჯერ ჩემი ცოლი, მერე ჩემი და. არ ვიცოდი, არ ვიცოდი. ვიჩმიდი ჯიგარომიდი? გიო, ეს შენი ბარათი? ვაიმე. მეგონა რომ ეს ბარათიც გაყიდე და ფულით კიდევ რაღაცა იყიდა. ათხელებულა, გაგიცვეთია თამა. მაინტერესებს, იცი? შოპინგზე რომ მიდიოდი, ჩემთვის არ უნდა გეთქვა? შენ არ გეცალა ქეთი? არა, ხო, არ მეცალა, მაგრამ აი რა იცი, იქნე მომეცალა მერე. ქეთი. მაცადეთ ხა. თამუნა. ერთი წუთით რა. რაღაცა უნდა გითხრა და ძალიან გთხოვ რომ გაგებით მოეკიდო. კრიმინალის გაზრდას ვეკიდები გაგებით გიო და რა უნდა მითხრა? არა, ქეთიმ ანეკდოტი მომიყო და ეხლა მივხვდი. კარგით რა. თამუნა, ერთი წუთი მოკლედ. მართლა ძალიან სასაცილოა. ერთი წუთით რა. გთხოვთ. თამუნა, მოკლედ, ეხლა რასაც გეტყვი შენ, ძალიან რთული მოსასმენი იქნება შენთვის, მაგრამ გიო, ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ დროზე მითხარი რა ხდება. რა ხდება და რა ხდება და ჩვენი პრეზიდენტი რო იყო ედუარდ შევარდნა. ხო, ძალიან ცუდი ყოფილა და ავადმყოფობსო ძალიან. ხო. ეს რა მითხარი, ქეთი, კაი. უკეთესი ვერაფერი ვერ მოიფიქრე. უყვარს. აუ ერთი წუთით რა, გთხოვთ. კაი. დამეხმარეთ. თამუნა, ეხლა რაც უნდა გითხრა, მე უფრო ადრე უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ მოვასწარი და ვერ გითხარი. მოკლედ მე არალო რუდილო დელა რუდილა არალო რუდილა დელა გთხოვთ რა, აღარა მაქვს ნერვები რა, გთხოვთ. რა თქმა უნდა, გენიალური სიმღერა. თამუნა, შეგიძლია მითხარი ბოლოს და ბოლოს ვისი თქმა მინდა ვერ გავიგე. რისი თქმა მინდა? რისი თქმა უნდა და იცი რისი თქმა უნდა რომ მე დასურავ რიგდები. კარგი ხო, დავშვიდი, დაწრედი ღრმა, ჩაისურხე და ყველაფერი კარგად იქნება. მიდი ახლა შენ დამაწყობე. დავშვიდი ღრმად.
გუშინია ყველაფერი კარგად იქნება დიმიტრი. ვიღაცა მოვა და გამოგიყვა საკიდან. მაგრამ რომ არ მოვიდეს და არ გამოგიყვა საგვეშველება. მიშველეთ. კარგი დაწყნარდი შეჩემა, რა გჭირს? რა მაგარია, შეჩემას ვეუბნები და თვითონ ვერაფერს მეუბნება. შემთხვევით თუ მოვიდა ვინმე, თორე აქ ვინ მოგვაგნებს. მაინც თქვენ ამოფიდეთ, კათაქსირებულები ესენი. თქვენ სახლებში წაეწრიათ და იქ გააკეთეთ ეს სიბინძურეები. ეს კადრულობენ აქ. ქალბატონო, გვიშველეთ! ქალბატონო, გიდა გათახსენებული დავიძახეთ და რა თქინათ ის შემარგით, ოღონდ გადაგეკარი რა, გავიჭედეთ ჩვენ. მოგიწალეთ ხო? არ წახვიდეთ რა? ქალბატონო, წახვიდეთ უკვე. ვაიმე. მოკლედ, თამუნა. გიო, მითხარი, მე გისმენ ერთი წუთი დაიმახსოვრე კარებს გავაღებ. გიო, გისმენ, მე გისმენ. გაიგებს. ვაიმე. გიო, მე გისმენ. რაიმე, თამუნა გაგიჟდება. რო ფიქრობდა ხოლმე რომ ის გოგო რომელთანაც ხო ხვდებით, ეგ მახინჯი. გამარჯობათ. გამარჯობა. თამო, შენთან საქმე მაქვს, ისეთი რაღაც უნდა გაჩვენა ტელეფონში, გაგიჟდები. მართლა? რა? 4865 სერიის დასასრული. უკაცრავად მე ვიმაიმუნე. გავაგრძელოთ. წამო სამზარეულოში გავიდეთ, ხო? თამუნა. რაღაცანი ადამიანი. აი მე ბოდიში რა სულელი ვარ. ესენი არიან ჩემი მეგობრები, ზურა და ქეთი. ეს ზურა და ეს ქეთია და როგორც არის და ეს არის ჩემი მეზობელი მაიკო. გაიცანით? ძალიან სასიამოვნოა მაიკო. სასიამოვნოა. წამო გავიდეთ, ხო? იცი რა, მოდი რაღაც უნდა მოგიყვე. ძალიან სასაცილო რაღაც უნდა მოგიყვე. ამას მე და ქეთი ვართ. ჩემთან. ჩვენთან, ხო. და შემოდის ამ დროს შემოვიდა მამა შენი. მამა ჩემი. აი მე ვიცი რა უჟმური კაცია. უჟმური თავი გაბინდა. ეგრე არის ხო? იდიოტი ხარ სულ. აი წამოდი რა. ესენი გააგრძელებენ და მაიკო, იცი რა არის, ანგარიშზე გამითავდა და დავრეკავ შენგან, ხო შეიძლება? კარგი, რა სიცხვილეა, ჩემიდან დარეკე, რა გჭირს შეკიდე. ახ, მეც გამთავები ანგარიშზე. რაღაცა უნდა რომ ადამიანს მითხრას და დაგვაცხადეთ რა ერთი წამი. თამუნა. ასე მგონია ეს უკვე აქ. აბა გავხტახარ და ჩემი შესაფერისი და ეგ არის. კარგი რა. იქი მიხადა მაინც არ მომწოხარ იცოდე. ამკა. ისე შენ ისეთ ცუდ დღეში გაქნებოდი. ჯობია ფსიქოლოგთან მიხო. მეორე თქვენ სიტყვა რატო ფსიქოლოგი ექიმი ხომ არ არის? ფსიქოლოგია, ექიმია. აღარ თქვა მეორე თვეში გაუნები. შეიძლება რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკებ მეტობრები და ჰარი გეკრება ასე რომ შემოთიყავი რა. დიმიტრი ისინი მობს მის გარდა შადისგან გათავისუფლების სხვა არამე საშუალება არ არსებობს. სხვა საშუალება? კი, ჩაფსმა. ძალიან სასაცილოა რა. ისე სადაც 4 წლამდე, იქაც 40 წლამდე. დიმიტრი, მოგისმენე? რაც დღეს აქ მოხდება, იცოდე ჩვენ ამ ყველაფერს აქტოვებთ და არავის არაფერს არ ვეუბნებით. მე ჩამოვიდა მოვიდა. დიმიტრი, რაღაცა მოვიფიქრე. მოგისმენე ახლა. მათხოვე ეს ვაზა და თუ გინდა ერთი წუთი საერთოდ არ ვისუნთქებ, მოსულა? ერთი წუთი და საერთოდ ვერ არის სუნთქებ. ყველაფერი დამთავრდა მამუკა. ყველაფერი. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, დიდი მადლობა. ისე მანანას შვილის თვალნაირი ვერც იქნებოდა. აი მე დედა. ცუდად ვარ. ყველაფერი დამთავრდა. ხო, მართალია. ყველაფერი დამთავრდა. კი, აი, შენ უკვე გავთავდით კიდევაც და ისეთი შეგზება უკვე მაღალმეძიოთ. აი, ეხლა მომიჩვენა რომ კარი გაიღო და ზურას მეზობელი დგას. რატო დგას? რატო მოვედანდა ხო ერთი? მე ქვევით ვიდიო თქვენს? ქვევით კაცო. სანამ მაიკო გეტყვის ჯობია რომ ხო ამბობდი მე გითხრა. არა გიო, ჯერ მე ვეტყვი და მე შენ შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს ამისი თქმა. რა? მაიცა რა ლაშა რა კარგი.
წალი. თან ცივი წალი. კაი წალი, ამ შვიდებს აიღალეთ ანუ. რა ხდება ზურა ჩემს სახში? ისი? გიორგი. გაიცანი. ასე ამბობ. კეთე. ზურა. ბაშა. ზურა. თამუნა. ასე ამბობ. მაიკო. და ვიღაც გოგო რომელიც მგონი საიდანაც მასწავლა. არა, ნეგატივა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. უბრალოდ დიდ ბოძს გიხდით. აი ეს ბიჭი უნდა ვცემა. გაუ მოიცეთ ერთზამი. აი მე სადა? მოსაგო მომსდევს ფესახში არ მიზარშვებით? ერთი წუთით რა ხდება აქ ვერ გავიგე. არა, მომისმინეთ მე მესმის შეიძლება ეს იყოს დამნაშავე, მაგრამ ჩემი მეგობარია რა, ეხა ბოლო მოდიან. არის. ვინა მაინც მაგრამ სადია მაიკო გესრო მიდაკეთი კიდევ ძალიან დიდხანს ვიცროდით მაიკოს ტელეფონს აკეთით. ბოლოს როცა დავწმუნდით რომ არც ერთი ნაწილი აღარ ქონდა მთელი, თავაზიანად მივაწოდეთ. მომაწოდე უნდა დაუბრუნო. აჰა, დაუბრუნე. ხო, კაი თამუნა, მე გავედი. ვაიმე მაიკო ძალიან დიდი ბოდიში რა. ერთი წუთით აი ესეც მაგისია და ვაიმე ბოდიში რა მაიკო. ძალიან წუხორთ. მეც ბოდიში მე დაგაგდებინე და იქნებ გაკეთდეს. არა თამუნა, ტელეფონი აღარ გაკეთდება, მაგრამ აი ამ ნაწილებისგან შეიძლება სხვა რაღაც გამოვიდეს. რა? არაფერი აღარ გამოვა. და რაღაც ის თქმა რო გინდოდა მაიკო. ხო, ეხლა ვეღარ გეტყვი, მაგრამ არ გეგონოს რომ აღარასოდეს აღარ გეტყვი. ვაიმე რა უხერხულია მაიკო, მაპატიე. მაიკო არი ნერვიულო რა, მე გიყიდი ახალ ტელეფონს. გიყიდის მაიკო, აბარა. შენს რა კარგ დროს მოხვედი. გადაგვარჩინე. სენსუალი მომიხელი რა. მოიცა და ის ვინ იყო ის ბიჭი ლაშაო თუ რა? ვინ იყო? ეგ მე რა ვიგიყვები სულ რა. აჰა. რა იყო? მამუკა, დამაცადე, მოიწმინე ცოტა ხანი და გამოვა მალე. რა ხდება ეს, რა ხმა იყო? მე ვარ ზურა, შენი ძმა. ტუალეტში ვარ და მალე გამოვადგო. ვაიმე. გამომართვა. მაინც შენი ბედი ყოფილა. მამას მეძახი? მადლობა მეთქი.